გამარჯობა. მოკლედ დღეს მინდა ვისაუბრო ქონებაზე, უძრავ ქონებაზე ნიუ-იორკში და რამდენად ნიუ-იორკის შტატში და რამდენად არის შესაძლებელი ჩვენთვის, მათთვის, ვინც არ ვართ მოქალაქეები და ვინც ასევე არ ვფლობთ მწვანე ბარათს, შევიძინოთ ქონება. მოკლედ მარტივად მოკლე პასუხია კი შესაძლებელია ნებისმიერს შეუძლია შეიძინოს ქონება, თუ ოდნავ მაინც, ესე ვთქვათ, სტატუსი აქვს დაფიქსირებული, თუნდაც იყოს თავშესაფრის მაძიებელი. თავარია გქონდეს ფული, ხო? ეს ფული არის საკმაოდ დიდ ფულზეა ლაპარაკი და გააჩნია სად გინდა იყიდო და რა არის გასათვალისწინებელი. ანუ ერთია რომ გაქვს ფული და მეორე აუცილებლად გასათვალისწინებელია რამდენად სტაბილურია შენი შემოსავალი. იმიტომ რომ ერთჯერადად ანგარიშზე არსებული ფულით მაგალითად ისეთ ადგილებში, სადაც, Long Island-ზე მაგალითად, ხო? იქ სადაც ძალიან მაღალია გადასახადები და ეს გადასახადები არის მიწის გადასახადთან ერთად სასკოლო გადასახადიც, რაც ძალიან მაღალია. არ აქვს მნიშვნელობა სკოლაში დადიხარ თუ არა, ან ყავს თუ არა სასკოლო ასაკის წევრები ოჯახში, პენსიონერიც რო იყო, ამ სასკოლო გადასახადს იხდი. და ამას არავინ, ასე ვთქვათ, არ გაპატიებს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ გაქვს ბინის საყიდელი ფული, უნდა გქონდეს დამადასტურებელი, ასე ვთქვათ, საბუთი იმისი, რომ შენ სტაბილური შემოსავალი გაქვს და ყოველწლიურად შეძლებ გადაიხადო სასკოლო გადასახადი პლუს მიწის გადასახადი, ანუ ქონების გადასახადი მთლიანობაში. ასე რომ მარტივია იყიდო ბინა, მე ვამბობ, შესაძლებლობა არსებობს რომ იყიდო სახლი და ბინა, მაგრამ არის ასევე პარალელური საკითხი, რომელიც არც თუ ისე მარტივია დასადასტურებლად, რომ შენ საკმარისი ფული გაქვს იმისთვის და საკმარისად სტაბილური ხარ ფინანსურად, რომ გადასახადების გადახდა შეძლო. რა ხდება მაშინ, როცა ვერ იხდი გადასახადს, ხო? ანუ ეხა მე ვარ Long Island-ზე, Long Island-ი არის საკმაოდ ძვირადღირებული, ვთქვათ, მხარე ნიუ-იორკის შტატში, ერთ-ერთი ძვირადღირებული მხარე, სადაც არის ძირითადად კერძო სახლების დასახლებები, ანუ დაბები და აქ ცხოვრობს ძირითადად ის მოსახლეობა, ვისაც აქვს კარგი შემოსავალი და ვისაც ყავს სასკოლო ასაკის შვილები. იმიტომ რომ საპენსიო ასაკში, როგორც ვახსენე, აქ ცხოვრება უკვე ფლად მომგებიანი აღარ არის. ამ შემთხვევაში ისინი აქირავებენ ხოლმე სახლებს, ან უბრალოდ ყიდიან ქონებას და გადადიან, ასე ვთქვათ, სპეციალურ პენსიის ასაკში, ასე ვთქვათ, სპეციალურ დასახლებებში, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ამ ქვეყანაში და ძალიან მომწონს. ეს არის დახურული ტერიტორიები, უზარმაზარი ტერიტორია, მოწყობილი ყველანაირად კეთილმოწყობილი, თავისი შეკრების ადგილებით, ასე ვთქვათ, სოციალიზაციისთვის საჭირო ცენტრებით, აუზებით, ტენისის კორტებით, ყველაფერია იმ ტერიტორიაზე. ტერიტორია არის დახურული, ანუ შლაგბაუმით და ადამიანები, ანუ 65 წელს ზემოთ, 60 პლუსი, 55 პლუსიც არის ადამიანები, მხოლოდ ამ ასაკის ადამიანები ცხოვრობენ ასეთი ტიპის კომპლექსებში. და ერთად, ასე ვთქვათ, ატარებენ დროს და ასე შემდეგ და ყველა თავისნაირია, ანუ ის გარემო აქვს, რომელიც გარემოც მათთვის არის ყველა, ბევრად კომფორტული და რა თქმა უნდა ნაკლებია გადასახადი, იმიტომ რომ სხვა პირობა მუშაობს იქ და იმიტომ რომ გაყიდა ძალიან კარგად თავისი უძრავი ქონება და კიდევ, ესე ვთქვათ, არსებულ ანგარიშზე იმას დანაზოგს დაუმატა იმ ქონების ფულით და საკმაოდ გარანტირებულად და სტაბილურად ცხოვრობს. მოკლედ, ამ ქვეყანაში სიბერე ბევრად უფრო გარანტირებულია ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში და საქართველოს თუ შევადრით, ბევრად უფრო გარანტირებულია. მეორე საკითხია, რამდენად სავსეები არიან ემოციები, ემოციურად, თქვათ, აქაური მოხუცები, ეს სხვა თემაა, ფსიქოლოგიაში არ გადავიდეთ, ვილაპარაკებ მხოლოდ ქონების შეძენაზე. მოკლედ, ერთი სიტყვით, ფული თუ გაქვს იყიდი, რასაც გინდა, გაიფორმებ, არავინ არ წაგართმევს, შეიძლება ცოტა მეტი, ესე ვთქვათ, წინასწარი შენატანი მოგთხოვონ, იმიტომ რომ შენ არ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და ასე შემდეგ, უფრო მეტი, ესე ვთქვათ, მტკიცება მოგიწიოს რაღაცეების და ამისთვის, მაგრამ უარს არავინ არ გეტყვით, შეგიძლიათ იყიდოთ, ასე რომ საკმაოდ მარტივია. თავარია შეძლოთ მერე უკვე გადასახადების გადახდა და იმ საკითხს დაუბრუნდები, რა ხდება მაშინ თუ ვერ იხდი გადასახადს, გაძლევენ, ესე ვთქვათ, პირობითად რაღაცა ვადას და თუ შენი ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდება და აჩვენებ, რომ ვთქვათ, ხდება ხოლმე ასეც, ხო, რაღაცა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ვთქვათ, ან ბიზნესი დაკოტრდა ან რაღაცა, საშეღავათო პერიოდს აძლევენ, მაგრამ აუცილებლად გააყიდინებენ სახლს. ასე რომ ისეც არ არის, რომ ჩემია, მე ვფლობ და როგორც მინდა ისე ვიქნები, ასე არ არის.
აუცილებლად ჩაერევიან, განსაკუთრებით მაშინ კი არა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე მიდგება სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე. ამიტომ არანაირი ცენტრს და არავინ არ გაპატიებს, როდესაც ფლობ მიწას, როდესაც მიწაზე დგას სახლი, ან თუნდაც ფლობ ბინას და ასე შემდეგ, რომელზეც აუცილებლად უნდა იხადო გადასახადი, ქონების გადასახადი, მაგრამ აი სასკოლო გადასახადი მაგალითად ბრუკლინში და თქვათ იგივე მანჰეტენზე და ასე შემდეგ, ასეთი ოდენობის არ არის და საერთოდაც ზოგან გონი არც არის. ანუ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი ზუსტად ის, რომ ლონგ-აილენდზე მაგალითად არის საკმაოდ მაღალი და ძალიან კარგი განათლების, ესე ვთქვათ, საშუალებაა ლონგ-აილენდზე და ყველა ოჯახი, შეძლებული ოჯახი ასე თუ ისე ცდილობს, რომ აქეთ გაზარდოს შვილები და ნუ მერე უკვე ისინი როცა სწავლენ კოლეჯებში და უნივერსიტეტებში, მერე ოჯახებიც რაღაცნაირად, ან მშობლებიც რაღაცნაირად წყვეტენ ხოლმე დარჩნენ თუ წავიდნენ აქედან. დავისთავად ადგილები არის არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი, ეხაც მე ვარ საკუთარ, ასე ვთქვათ, ეზოში, იმ სახლის, სადაც ვმუშაობ, ანუ და უზარმაზარი ტერიტორია, არაჩვეულებრივი მწვანე გარემო, სუფთა, მოწესრიგებული, შეგიძლია აკეთო რაც გინდა, ჩემთვის აქ ყოფნა არის ფაქტობრივად რაჭაში ყოფნის ტოლფასი, იმიტომ რომ სოციალიზმ მაქვს რაღაცა ჩემი თერაპიები მაქვს, კიტრები მქონდა, პამიდორი და ასე შემდეგ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი იმის ხარჯზე, რომ ვისთანაც ვმუშაობ, ის ადამიანი საკმაოდ კარგი ცხოვრებით ნაცხოვრებია, საკმაოდ დიდი შემოსავალი ქონდა და არც ახლა უჩივის თავის, ესე ვთქვათ, დანაზოგს და გადაწყვიტა, რომ ამ ასაკშიც კი არ წავიდეს არსად, არ გადავიდეს, ასე ვთქვათ, მოხუცებულთა კომპლექსში და შეინარჩუნოს თავისი სახლი და გადაიხადოს ის საკმაოდ მაღალი გადასახადი, რომელსაც ყოველწლიურად, რომელიც ეგზავნება და რომელსაც იხდის. მოკლედ ერთი სიტყვით, ფული თუ გაქვთ ყველაფერს იყიდით, მაგრამ ყველგან ვერ იყიდით, იმიდან გამომდინარე, რომ ერთჯერადად არსებული თანხა ანგარიშზე ბევრს არაფერს არ წყვეტს. მერია მთავარია მერე სტაბილურად შეინარჩუნო შენი ქონება და შეძლო იქ ცხოვრება. ისე კი ჩვენ ანუ აქაურობაშიც ძალიან არის დარეგულირებული ფასები, გულისხმობ იმას, რომ როგორც მომინდება, ისე ვერაფერს ვერ გავყიდი. ანუ ჩემი სახლი, რომელიც თქვათ ვიყიდე და გადავიხადე მილიონი ამ სახლში, ხო? ის აუცილებლად იმის ფასი აუცილებლად იმატებს ყოველწლიურად, მაგრამ გამომდინარე იქიდან რა ტერიტორიაზე მდებარეობს ეს სახლი და რა არის, ესე ვთქვათ, სამეზობლოში, ფასები არის ასე თუ ისე ფიქსირებული, ანუ ზედა ფასი და ქვედა ფასი ზღვარები არსებობს და თავიც რომ მოიკლა, მაგალითად 5 მილიონად შეიძლება აი ამ ტერიტორიაზე, სადაც თქვათ ახლა მე ვიმყოფები, სახლს ვერ გაყიდი, იმიტომ რომ ყველგან ფიქსირდება, შედიხარ და ნახულობ, არის ანალიტიკა, რომელსაც აკეთებენ უძრავი ქონების აგენტები და ბაზარი ზოგადად, ხო? და ნახულობ, რომ ეს ის ტერიტორია, ეს ის დასახლება, სადაც ფასები იწყება მილიონიდან და ადის მაგალითად 2 მილიონ ნახევრამდე. აი 2 მილიონ ნახევრად არის ძალიან მაგარი სახლი და იყიდი. მილიონათაც არ იყიდი, ვერ არ ცუდს, მაგრამ ნუ ვამბობ შესადარებლად. ისი არ ხდება, რომ თქვა ხა ჩვენს მეზობლად რომ მეზობელი ცხოვრობს, რომლის სახლი საკმაოდ ძველია და არც რემონტი აქვს, არც მიწის ნაკვეთი აქვს ძალიან დიდი, მისი სახლი ხა ერთი შეხედვით ჩემთვის და საქართველოს გადასახედიდან რომ ასე ვთქვათ, შევაფასო, მე ვიტყოდი, რომ თქვათ ეს სახლი თუ ღირს 1,5 მილიონი, მაშინ მისი სახლი უნდა ღირდეს, რა ვიცი, 500,000, მაგრამ ასე არ არის. ასეთი დიდი განსხვავებაც არ არის. მისი სახლი გაიყიდება ალბათ მილიონად, იმიტომ რომ მილიონზე ნაკლებად აქ არ ღირს სახლები. აი ესე არის დარეგულირებული, მაგრამ საკმარისია იმ მეზობელმა ერთი რაღაც ნებართვა აიღოს, თუნდაც არ ვიცი, სახურავის გამოცვლის ეხლა ან რაღაცა დაამატოს, ანუ შემატოს სახლს რაღაც და ყველაფრისთვის ნებართვა გჭირდება, აქ ისე არ არის, რომ მარტო შიგნით შეგიძლია შეღებო, მაგრამ როგორც კი გარეთ გამოდიხარ, ყველაფერზე ნებართვაა. ნუ რა თქმა უნდა, ხის მოჭრაზეც და ხის დარგვაზეც და ანუ გამწვანების კოეფიციენტი, რა თქმა უნდა, ხა ჩვენთანაც იყო, მაგრამ რამდენად მკაცრად ასე ვთქვათ, ამას ვინმე აკონტროლებს, ეგ არ ვიცი, მაგრამ ის რომ შენი ტერიტორია ყველაფრის უფლებას არ გაძლევს ეს ქვეყანა, თავარი შენ რაც გაკეთებაც გინდა, ის უნდა იყოს აუცილებლად შეთანხმებული და ამისთვის ნებართვა გჭირდება და როგორც კი ერთი ნებართვა მაინც გაიცემა, მერე აუცილებლად იწევს კიდევ სახლის ფასი. და ესე ხდება ლავირება მერე ფასების მილიონი ღირდა შეიძლება გახდეს 1,200,000, იმიტომ რომ რაღაცა სამუშაოები გაწია მეპატრონებ.
ერთი სიტყვით ძალიან ლიკვიდურია უძრავი ქონების ყიდვა ერთის მხრივ მართლა ნამდვილად, იმიტომ რომ მეორე დღიდანვე ფასი შეიცვლება და იცვლება, ყოველთვის უფრო მაღლა იწევს საბედნიეროდ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, ესეთი სტაბილური ფინანსური სტაბილური მდგომარეობა აქვს ამ ხალხს. ქონებას რო ფლობ, იმის შიში არავის არ აქვს, რომ ხვალ ფასი დაეცემა. ყველა იმის მოლოდინშია, რომ ხვალ ფასი გაიზრდება და ეს ასეც ხდება. ლიკვიდურია, იყიდო სახლი და გაყიდო და ამას ხოთშორის ეს თქვა ახალ ჩამოსულები მთლად არა, მაგრამ ემიგრანტების რაღაცა ნაწილი, რომელიც უკვე ასეთ ვისე მყარად დადგა ფეხზე, ამას საკუთარ ბიზნესად, ასე ვთქვათ, აქცევს ხოლმე. ყიდულობენ სარემონტოს, მერე თვითონ ახერხებენ, ხერხებად ყავთ ნაცნობები, ასე შემდეგ მარტივად გაარემონტონ და საკმაოდ კარგი მოგებით გაყიდონ სახლები, ასე რომ ესეც ძალიან პოპულარული ბიზნესია. წარმატებებს გისურვებთ, ვისაც გინდათ სახლის ყიდვა, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და იყიდოთ, ვისაც გაქვთ ამდენი ფული და მერე უკვე აუცილებლად მისცემთ მიმართულებას ამ კაპიტალდაბანდებას, ცუდი ამაში ნამდვილად არაფერი არ არის, თუ ამას ყიდულობ ასე ერთიანად ფულით, მაგრამ თუ გჭირდება დაფინანსება, რასაც ქვია ბინის შესაძენი კრედიტი, აქ ცოტა სხვა საკითხები შემოდის, აქ სხვა რაღაცებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რა თქმა უნდა, გადამხდელუნარიანი უნდა იყოს, საკრედიტო ისტორია უნდა გქონდეს, საკრედიტო ქულა უნდა გქონდეს მაღალი და რა თქმა უნდა, წინასწარი შენატანიც უნდა შეიტანოს და იმ ყველაფერთან ერთად კიდე როგორი, ასე ვთქვათ, სკრინინგი თუ შემოწმება ხდება, მერე უკვე კონკრეტულად იმ ოჯახის და ადამიანის რამდენად არის გადამხდელუნარიანი მასში შორეულ პერსპექტივაში. ასე რომ კარგია კარგ ადგილებში ცხოვრება ამერიკაში ნამდვილად და არის ძალიან ბევრი ლამაზი და კარგი ადგილი. უბრალოდ როგორც ყველაფერი სხვა, ესეც ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, ფინანსურ რესურსს მოითხოვს და მერე კიდე ძალიან დიდ სტრესის ქვეშაც გაცხოვრებს, იმიტომ რომ ერთიაოცა ქივი ცხოვრობ ხარ მშვიდად, იმიტომ რომ იცი რომ შენი შემოსავალი ასე თუ ისე ამას გაწუდება და მოახერხებ გადაიხადო ქირა, მაგრამ როცა საკუთარ სახლზე ალაპარაკი, იქ საუბარია ათეულობით ათასებზე. მე მარტივ მაგალითს გეტყვით, შაშანდელი ინფორმაცია რაც მაქვს, მაგალითად ერთ-ერთმა ჩემმა თქვათ ნაცნობმა ოჯახმა გადაიხადა ამ Long Island-ზე ალაპარაკი სადღაც 50,000-მდე, თქვათ არა, მაგრამ 50,000-მდე წელიწადში მხოლოდ გადასახადები, 38, 35, 40 გააჩნია რამხელა მიწის ნაკვეთი და როგორია სახლი. მაგრამ მაინც მიწის ნაკვეთია ძირითადად და მერე უკვე სასკოლო გადასახადი, რომელიც ქოხს და ასე ვთქვათ, სასახლეს ერთნაირად ეხება. ასე რომ თუ ვინმე ფიქრობთ და გაინტერესებთ, ძალიან მაგარი ბიზნესია, თუმცა ამ ბოლო დროს ისინი უძრავი ქონების აგენტები ცოტა არ იყოს და წუწუნებენ, რომ მათი საქმე ცოტა შემცირდა, იმიტომ რომ გასაყიდი და საყიდელი არ არის, არამედ იმიტომ რომ ადამიანებმა ჭკუა ისწავლეს და ერთმანეთთან პირდაპირ გაბიანო კავშირზეო, შუამავლების გარეშეო და თითქოს ამ ტიპის ბიზნესს ცოტა არ იყოს და გაუჭირდაო, მაგრამ მე არ ვიცდია. ხო, არ ვიცდია ჯერჯერობით, არ ვიცი რა ვიცი თუ არა. ასეთია ამბები მოკლედ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნიუ-იორკში და ვიცი რომ ჯერსიში ცოტა სხვა ფასებია და სხვა გადასახადებია, უფრო მარტივია ჯერსიში ბინის სახლის ყიდვა და შენახვა, ვიდრე მაგალითად ნიუ-იორკში, თუმცა ნიუ-იორკის შტატსაც აქვს ადგილები, სადაც ძალიან იაფად შეიძლება 100,000-აც და 90,000-აც იყიდო. ანუ ბევრად უფრო ჩრდილოეთში, ფაქტობრივად კანადის საზღვართან, იქ სადაც ძალიან ბაფალო და ასე შემდეგ, სადაც ძალიან დიდი თოვლია და ძალიან ცივი ადგილებია, იქ არის სახლები იაფად, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად მარტივია იქ ცხოვრება, მით უმეტეს მათთვის, ვინც ახალი ჩამოსულები ვართ და თქვათ ისეთი ფეხმოკიდებულები არ ვართ ამ ქვეყანაში. ბევრი რაღაც ფაქტორი მოქმედებს, ხო, სამსახური სად უნდა იარო, სად უნდა იმუშაო და ასე შემდეგ. აქაურობა Long Island-ი ფაქტობრივად წარმოუდგენელია საკუთარი მანქანების გარეშე, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფაქტობრივად არ მოძრაობს, ამიტომ უნდა ყველა წევრს ყავს თითქმის მანქანა და ძალიან განვითარებულია და კარგად მოძრაობს მატარებელი, ანუ რკინიგზა, რომელიც აკავშირებს მანჰეტენთან და ბრუკლინთან შესაბამისად. ეგ საკითხი მოგვარებულია, აქედანაც შეუძლიათ ადამიანებს სამსახურში იარონ ცენტრში თუ რა ქვია, მეგაპოლისებში. ასე რომ აქვს თავისი კარგი ესეთი პოზიტიური და ესეთი მხარეებიც შეიძლება
მოგეწყინება აქ არ არის თქვა კლუბები და ასე თქვა რაღაცა ნაიტკლაბების დიდი კულტურა, იმიტომ რომ აქ უფრო სხვა კატეგორიის როგორც ახსენე ახალგაზრდა ოჯახები, ბავშვებით ან პატარა პროცენტი, მაგრამ პენსიონერები. შესაბამისად, აი ეს თუხ-თუხა ცხოვრება აქ კონკრეტულად არ არის, თუმცა ამის პარალელურად ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ასე ვთქვათ, სადმე სხვაგან სახლის შეძენა. მანჰეტენზე არ ვსაუბრობ, მანჰეტენზე ჩვეულებრივი აპარტამენტი კორპუსში ბინები თუ როგორც არის, ისინიც ამ სახლის ფასად შეიძლება ორბედრუმიანი, ორსაძინებლიანი იყიდო, არის ეგეთი სახლებიც, მაგრამ ის სხვა თემაა. თავარი რაც არის, შეძენა თუ გინდათ, ყველას შეუძლია. თავარია მე უკვე პირობებს აკმაყოფილებდეთ, მაგრამ ასე თუ ისე რაღაცის ყიდვას შეძლებთ თუ ეს თქვენი მიზანია და ნებისმიერი შენაძენი კიდე არის ძალიან ლიკვიდური. მადლობა დროებით.